თბილისის მერია ქალაქში თბილმომარაგების ახალი საპილოტო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქში კომპაქტურად ცხოვრები მოქალაქეების სითბური ენერგიითა და ცხელი წყლით უზრუნველყოფას, ბუნებრივი არისა და ელექტრონული მოხმარების ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებასა და კომუნალური ხარჯების შემცირებას. პირველ ეტაპზე პროექტი თემქაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მთლიანად თბილისის მერის დაფინანსებით განხორციელდება. მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში კი ამ ხანაგობებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი სისტემა მერის თანადაფინანსებით და ამონტაჟონ. პროექტის პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი გიგი ურგულავა დაესწრო. ჩვენ მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ ის გზა, რომელიც არის გრძელვადიანი, ეფექტური, სისტემურად სწორი და მართლა მოგიტანს კომუნალური გადასახადის რეალურ არსებით შემცირებას. ეს არ ხდება რაღაც ერთჯერადი საჩუქრების ხარჯზე, როგორც არის თქვათ, ვაუჩერი, არამედ ეს ხდება იმ სისტემური ცვლილების ხარჯზე, რომელიც რეალურად თვითონ თქვენთაგანს მოუტანს დაახლოებით 30%-იან შემცირებას. როგორც გვეუბნებიან, შემცირდება გადასახადი ელექტროენერგიის და საერთოდ 25-20% და ყველა კაპიკს ახლა მე მგონი და თეთრს დიდი მნიშვნელობა აქვს მაცხოვრებლისთვის.